გიორგი ბეროშვილი ადამიანი რომელიც მართლაც ძალიან მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოვებული ალბათ გახსოვთ თაია გამთენაძის სიუჟეტი როდესაც გიორგი ჩვენს სიუჟეტში ყვებოდა რომ ის ეხმარება ადამიანებს დარბაზში ასე ვთქვათ ვარჯიშის დროს ასევე თავისუფალ დროს ის ამზადებს სხვადასხვა ინვენტარს სპორტულ სავარჯიშო ინვენტარს და ეს იქცა მის მთავარ საქმიანობას თუმცა ის ძალიან წარმატებული სპორტსმენია სულ ახლახანს პოლონეთში დასრულებულ წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ევროპის ჩემპიონი გახდა და აი ამ მედლით დაგვიბრუნდა ძალიან ორიგინალური და ლამაზი მედლით და ძალიან სასიამოვნო სიუჟეტი ესეთი რაღაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა თქვენთვის გიორგი გილოცავთ წარმატებებს პირველ რიგში და აი რამდენი რთული იყო რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა რამდენი წარმომადგენლობით იყო ეს ევროპის ჩემპიონატი მოკლედ 6-დან 10 მარტის ჩათვლით პოლონეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში როგორც მახსოვს სულ მონაწილეობდა 480 სპორტსმენი ჩემს სახეობაში გაჭირვებით რა თქმა უნდა რთულია გამარჯვება როდესაც ამდენი მონაწილეა საუკეთესო სპორტსმენები იყვნენ მაგრამ შემიძლია რომ გამეკავებინა პირველი ადგილი. ჩვენ ვნახეთ თქვენზე სიუჟეტი, აი ამ პერიოდაზე იქ თქვენი საქმე, აი როგორ მოახერხეთ კონცენტრირება მომზადება და ანუ ბოლო დღემდე გაფრენის ბოლო დღემდე მუშაობ, ასე ვთქვათ, არ ვისვენებ და უბრალოდ იქ რო ჩავდივარ ორი დღით იქ ვისვენებ და რთულია, მაგრამ რას ვიზავთ, ასია. რთულია ამ დროს ორგანიზმს სხვანაირი მომზადება. დასვენება მეტი ჭირდება, აღდგენა ჭირდება, რა თქმა უნდა, ძალისმიერი ვარჯიშების მერე უფრო მეტი დასვენება და აღდგენა ჭირდება კუნძ და ორგანიზმს, მაგრამ როგორც ხერხდება. გიორგი, რა იყო აი თქვენი მაჩვენებელი ახლა ამ ევროპის ჩემპიონატზე რა და რამდენი დააფიქსირეთ? სულ გაქვს 3 და. კი. და აქნა რომელსაც უფრო უმაღლეს დააფიქსირებ, ის კეთდება მერე ბოლო შედეგად. პირველი დავიწყე 240 კილოთი, პროთავციე და ამ დროს ვიგზენდი ხელზე ტკივილი. მე მეორე მისვლა რომ შევუკეთე 252, საერთოდ ვფიქრობდი რომ 260 ვაპირებდი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ვარჯიშზე 255 თავისუფლად გავაკეთე და უკვე მეორე მისვლაზე რომ 252-ზე მივედი, ასე ვთქვათ, ტრიცეპსი არის ხელის ესეთი კუნთი, დამეჭიმა და ვეღარ გავშალე. მაგრამ ეს 240 წონაში მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა, უბრალოდ აბსოლუტურში ვეღარ მოვიგე. ეს იყო მე-6-ეთ მოგებული ჩემი ევროპის ჩემპიონატი. ანუ რეალურად ტრამვამ არ გაგიშვა. ხო, ტრამვამ არ გამიშვა, რომ თქვა აბსოლუტურიც მომეგო. აბსოლუტური ნიშნავს, ანუ თქვა ასოციკაცი ვინც გამოდის, ყველას რო უგებ, ყველა წონით კატეგორიას. შენ წონაშიც, დიდ წონაშიც და პატარა წონაშიც. და იყო რეალურად იყავით თქვენ ამისთვის, კი, ანუ ეს აი რა მოხდა ხელთან დაკავშირებით? არაფერი უბრალოდ ეხლა კუნძია მყესია. კი, შეიძლება აღდგენა დააკდა და ამას წინასწარ ვერ გათვლი, ვერ გაითვალისწინებ, სპორტია, ტრავმა და რა დროს. აი აბსოლუტურმა რამდენად გაგასწორთ, რამდენი კილოგრამი? აბსოლუტურში ყველაზე მეტი აიწია 260, ანუ თქვათ მეც 260-ით რომ ამეწია, მე მოვიგებდი, იმიტომ რომ წონით დაბალი იყავით. თვითონ ვინც აწია იყო 138 კილო. აი ამ ჩემპიონატის მსვლელობის დროს ტრამვა გაწუხე და ტრამვა ერევა. რამდენად რთულია უკვე ემოციურად? რა თქმა უნდა, გულგასატეხია რომ ფორმაში ხარ, მზად ხარ, შეგიძლია აბსოლუტურიც მოიგო, მაგრამ ტრავმა გიშლის ხელს. აქვე გეტყვით რომ როგორც გახსოვთ, ვისაც მოუგე არნოლდ კლასიკში აბსოლუტურში, იმან მოიგო ახლა ის კატეგორია აბსოლუტური. ანუ მინი რევანში მან ასე ტრამვის ჯერია ესე იგი. კი, ტრამვის. აი რა გელოდება თუ ახლოეს პერიოდში? ჯერჯერობით ვისვენებ, ვცდილობ რომ ეს ტრამვა აღვიდგინო. და რამდენად სერიოზული იყო აი? ძალიან სერიოზული, უბრალოდ ტრიცეპსის გაჭიმვა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას რომ წონა გაშალო წონაზე, რა თქმა უნდა. ალბათ ერთ თვეში ისევ დავიწყებ მომზადებას. აგვისტოშია რაღაც შეჯიბრები დაგეგმილი თუ არა და ისევ არნოლდ კლასიკზე ოქტომბერში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამ კლასში, ხო? ძალიან პრესტიჟული შეჯიბრია. და სად გაიმართება ეს არნოლდ კლასიკი? ალბათ ისევ მადრიდში. მადრიდში. გიორგი, თქვენ რამდენი წელია რაც ამ სპორტში ხართ? 16 წლიდან ვარ. რაც იყო თქვენი ეს იყო? არა, კალათბურთზე დავდიოდი. ჯამლეთ ხუხაშვილთან, მართლა აცხონოს მისი სული კარგი ადამიანი იყო. მაკაბში თამაშობდი. და მე გადმოვედი უკვე ამ სპორტში, პირველივე შეჯიბრი მოვიგე და უკვე როცა იგებ, მე მეტი და მეტი გინდა და ამიტომ მე გადავედი ბოდიბილდინგზე, იქაც წარმატებები მქონდა, 3 წელი გამოვდიოდი. შემდეგ სტრონგმენში გამოვდიოდი ასევე, იცით, კი, რა თქმა უნდა. ძლიერესი მამაკაცი
და ისევ მე აქ ვასრულებ, ეხლა წოლჭიმში გამოდივარ მარტო. ბოლო 10 წელი. 10 წელი უკვე მარტო წოლჭიმში გამოდივარ. და ყველაზე დიდი უკვე 6-ის ევროპის ჩემპიონი. 6-ის ევროპის და 6-ის მსოფლიოს ჩემპიონი. ასევე რეკორდები მეკუთვნის სხვადასხვა წონებში. საქართველოში ბოლო 10 წელი არ წამიგია, არც წონაში და არც აბსოლუტურში და მსოფლიოში ანუ ექჯერის მოქვს მოგებული, აზიის ჩემპიონატი მოქვს კიდე მოგებული. აი ყველაზე დიდ წარმატებად მაინც რას მიიჩნევთ თქვენსას? ალბათ არნოლდ კლასიკის მოგებას. თან ისე მოხდა რომ პირველი სპორტსმენი ვარ, ვინც ამ სპორტის სახეობაში მიიწვიეს და მოვიგე და თანაც აბსოლუტური მოვიგე, წონაშიც მოვიგე და აბსოლუტურშიც და ყველაზე დიდ მიღწევად ეს მიმაჩნია. ასევე უკრაინაში მოვიგე, რადროსაც ავწიე 297 ნახევარი და ჯერჯერობით ეს წონა სხვას არ აუწევია, არ დაფიქსირებულა. კოკა-კოლა შემიძლია შემოგთავაზოთ გიორგი, ჩვენი გადაცემის სპორტის დიდი კომაგია კოკა-კოლა სხვათა შორის. დიდი მადლობა ამისთვის კოკა-კოლას. ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით კოკა-კოლასთან და კერძოდ ბატონ თემურ ჭყონდიასთან დაკავშირებით. დაახლოებით 3-4 წლის უკან ვემზადებოდი შეჯიბრისთვის, მაგრამ წასასვლელი თანხა არ მქონდა. როგორც იცით, ბატონ თემურს ქობულეთში აქვს სასტუმრო და ჩემი მეგობარი შემთხვევით ვარჯიშობდა ამ სასტუმროს დარბაზში. რადგანაც გაიცნო ბატონი თემური, რაღაც გაიცნეს ერთმანეთი, მიეხმანენ ერთმანეთს ვარჯიშში და ეს ჩემი მეგობარი ვარჯიშობდა 150 კილოთი. გაუკვირდა ბატონ თემურს, ამ ხელაწონებს აკეთებო ჩემი მეგობარი მყავს, რომელიც 250-ით ვარჯიშობსო და მოკლედ ამ ლაპარაკში მირეკავს ჩემი მეგობარი, რამე შეჯიბრი ხო არ გაქვს ახლო მომავალში. კი მეთქი ესე უკრაინაში და კარგიო ცოტა ხანი მაცადეო ბატონ თემ და რაღაც ფინანსების გამო ვერ მიდის. როგორც ვულა მე რო გაუშვა თუ რა პრობლემაა და ასე რომ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგება თქვენი ეთერის საშუალებით. ეხლა პირველად ვეუბნები მადლობას. რა ვიცი, ასეთი ადამიანები მერტმა უმრავლო საქართველოს, რომლებიც ეხმარებიან სპორტსმენი იქნება თუ ისე ადამიანი. დიდი მადლობა ამის მეგობარი კოკა-კოლა და ქართული სპორტის მეგობარი. დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის, გიორგი, ბევრი წარმატებები და ჩვენც მუდამ თქვენს გვერდით ვართ. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. გრძელდება